იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ძველის ნაშენების დედა რა კაი ვქენით ავთანდილოვიჩ ეს ტუალეტის გარეთ გამოტანა რომ მე ვიფიქრეთ ვიჭო აბა რა გინა კაი არის მერი აბა რა ვშევით ახლა რას აკეთებ მითხარი რას ვაკეთებ და აი მანიკურს ვისვავ ფეხზე რას ვაკეთებ ვერ ხედავ ამ მე ვიყვანე ეკედელი ახლა აქეთ მხარეს და აქანა დავტოვებ კარების იმას ჩავსვამ გეიგე კაი მაგრამ ვეღარ ვაგრძელებთ მუშაობას მე მგონი რატო ვერ ვაგრძელებთ რასო რატო და ბოლო ის რა ქვია სილა და ცემენტი ბოლო წეღან წავზილე რაც იყო და აღარ არის აღარ არის გათავდა ზორი გოგო ბენიასთან ნო დარეკილი გოგო კაი ახალად გასილ ყვირილის პირზე აღებულ სილას მეიტანს გიგე რა მითხარი ახლა ბენია ჩამოდის აბა არ ჩამოდის გოგო დედა რა მიყვარს ბიჭი დედა მაგას ბოში უნდა მოვანათლიოთ რა შეჩედო ხალო რომიკო მონათლილი არ არის გასო კი არის მაგრამ გადავნახოთ მე რა უჭირს რა ვარ არაფერი არ უჭირს მაგრამ თუ გინდა ქედე ვიწყოთ მეორე ახანა გაჩერდი ბიჭო რა უჭირს ახანა მეორე ბოში რომ დღეა ბიჭო ჯერ დამალები ახლა თავ გოგო მოდი აი ვინც ხარ დაგვინახოს ახლა დეინახონ მე რეგიონის ხალხს რა ვარი ტემპერამენტი გვა გადი ბიჭო დაღამდება მე იცადე დაღამდება აიცი ისე რატო ვითო მერია რატო გითხრა უარი ამ ტუალეტის სხვაგან აშენებაზე რა ვარ რა გრალბახთან რო აგვაშენებია რა ვარ რა უჭირდა აი ახლა ნუ გადამყრიშა არს ახლა აქანა ავაშენოთ ხო შეიძლება იყოს აქანა რითი არის იმაზე ნაკლები ბიოტუალეტებიო თუ რა ცხეებირო დგას რო უდგეთ იქ ანგელოზივი ტუალეტია რა დაუწუნეს ვერ გევიგე რა მას რო უყურებ ახლა რაცა კომერციული კუთხითაც რო შევხედო გეიგეთ ამუნა რას ვფიქრობ იცი კარებზე ხო არ წავაწერო ლარი მაინც შესვლა გეიგე ჩურჩოტა ბიჭა რაცხას ვინ გადაიხდის ახლა შესვლაში ლარს მაშინ გარედან არაფერს დავაწერ და შიგნით რო შევა შიგნით დავაწერ ლარს გამოსვლას გეიგე რო შევა და აქეთ გამოსვლა ხო მოხდება დატოვის ლარი ამ შიგანა გეიგე ჩურჩოტა ბაზორია რა დინა ეს თუ ბენი არ არის მეორედ ეიძახებს ახლა გიდიდი აზორა მოდი ბიჭო მოდი რა გაყვირებს ხოლმე გარედან რო ყვირი ხარ რა ვახარ ვიო ხარ ბიჭო რა ვარც კი დამირეკე ხო აზორა ეგრევე დავტვირთ 12 ზილი და წამევედი და ყარე იქანა იმის ქვეშ ხრია ხო არა შოუშლის ხელს შაგბაუთან დაყარე 12 ზილი შაგბაუვის წინ არის ბოზვინული რაფხელა გორა დგას 12 ის რა twinოდა ბიჭო ზილი ბიჭო სილა 3 კუბი გითხარი ბიჭო ბიჭო დაგლებას გადაკეთე მთელი ბაგები აქა ბიჭო დაგლებას არ ჯობია რომ მორჩეს სახში საქმეს რა გამო მორჩეს და მორჩეს რა საშენ ბიჭო გარე ტუალეტს ვაკეთებ ბენია გახან გარე ტუალეტს აშენებ ბიჭო ტუალეტი აქამდე სახში კონდავად სახში მქონა ბიჭო გამევიტანე გаз მამენატრა სოფელი ძმაო არ გადაიზე გამოსვლა ტუალეტი ახლა კიდე კაი ახლა დროს ეს საქმე სამაყარით ქონიათ ეს საქმე აბა რა მიდი ამოვწიგოთ ამოვწიგოთ ახლა ისინი და დავცხოთ არ არის პრობლემა დილიდან წელებს რეცხავ და საღამოს კაი წელები დავაფიწყინო შენგენაცვალ მაგას ხო ის რეცხوار უნდა ცოტა სუნიკე უნდა კონდეს მასა ახლა ამან რა მაინტერესებს ბიჭო იცი კაი სახში რო აქ ეტუალეტი გევიგე გეიგე მაგრამ მე მინახი ახლა სახლე პირდაპირ საძინებელი ხო და პირდაპირ შედიხარ ბიჭო იმაში ტუალეტში ასეთი რამე გინახია შენ არ თქვა მალე კრაოტებში ჩაგვიდგამენ უნიტაზებს მე მგონი ორი ფეხის ნაბიჯზე გავლა აღარ უნდა ამ ხალხს არა ბიჭო არა და რა ჯობია წარმოიდგინე ეზოში რო გაქვს ტუალეტი ეზოს ბოლოში წარმოიდგინე კრაოტში წევ ხარ თბილა ჩვენთვის ღამეა ყივნარი გარეთ მოგინდა ტუალეტში გასვლა ადექი მეიხვიე რაცხა გადი იარე შედი ტუალეტში იქ მეითავე შენი საქმე წამოხვედი იქიდან იყინები გალიპული ხარ და ამ დროს ფიქრობ როდის შევწევი ჩემ თბილ კრაოტში და
მამინდა რაცხანაირად. მამინდა რომ ამინდა მაგიტო ვაკეთებ გოგო ამას დეინახე ამას შეხედე ამას იქ რაც სადაც ქონდა ტუალეტი იქ სოკოს მოვაშე. ხო იქანა იმას პარკეტი შევკითხავ მე აუ ხდება მე რა ანუ დღის 12 საათზე დილის 12 საათზე რომ აი აქ რაღაცა ბრახუნი რო გაქვთ ატეხილი რა უბედურებაა შეგიძლიათ რო გითხრათ 12 საათი დილა არის ჰალო აბა შუადღეა მაგ დროს უკვე ძროხებისთვის მიხედილი მაგ და გადამბა უწევს შეროში ოსა მეორე იმაზე სამი საზოვარზე იქან გადამბა უბედურება გადამბა ხო აი თქვენ გინათ გადამბაი თქვენი ვაკიდანი რა ხდება ერთი ანუ რამე კაფეტერია აქვს თუ რამ ლაუნჯი ბარს აშენებთ თუ შენ სოლარიუმი სალონია გაგვარკვიეთ რა უში არის მის და ვერც ხედავს ვერცეთი ვერ გეიგო რანაირად ეს რა არის თქვენ ენაზე ახლა მე ეს არის ეცა რანაირად უთხრათ ამ უნახა ტუალეტი რეზორტ პლუს სპა ასე რა ვიცი მე ვერ გეიგო მან ვერ გავიგე ამუნა გეხვეწები ჩეერიე მიდი რა თქვა მე აქანა ვაკეთებთ იმას რა ქვია და ერქმევა ლეტუალეტი ლეტუალეტი ხალე ანუ ამით მე რა ვერ გეიგებ კიდე ლეტუალეტი კაი მაშინ ტუალეტი იდი რა ინი ხალხო აგვიხსენი ჩვენ ენაზე რა არის ეს ასე გეიგებთ ტუალეტერიას ვაკეთებთ პალეტერია? ხო არ გეცნო აი მეიცადე დაია დენახე ფეხსალაგი დასალაგი ანუ ეხა აი ხა გავჭედავ ერთი წუთი ანუ რა ხდება ნახე ფეხსალაგი ჩეჩმა გთხოვ და ჩეჩმა დენახე როგორ ჩეჩმა ფეხსალაგი ჩეჩმა ხო აუ რაღაცა ძალიან ისეთი სიტყვებია მგონია რომ ძალიან ჭკვიანო რაღაცას აშენებენ უმეთეგე ნათვა ეს მიყვარს დენახე ჩეჩმა იგი ანუ ფეხსალაგი ანუ რან უბორნია მეტი რა მეტი მარტივად რა თქვა ახლა თამუნა სამნაირად ქევთქვი და მეტი არ ვიცი რა ქვია ამას ანუ უბორნიაო ხო ბიჭო ის რა ქვია ესენი მაინც ვერ გეიგებენ აზორა იმიტომ რომ ამათ აქვთ ისა დაბალი აქვთ IQ-ი IQ-ი ხედავ ბენია რა განათლებული ხალი მე ვიყვანე მე თავის დროზე რა რაგას კივხიდა ვიმარას რაღაცეებსაც კივხია ვაქანა და თუ გთხოვ ხმა მოიღე რას ხედავ ბენია რა დინი ვებიში მარა ამნაირი რას დავაკვირდი თუ იცი მე რამდენი ჩამევედი აქანა იმდენი შენც მოხვედი აქანა ეთამოყობი ჩემოდაია აზორა გამოდი რაცხა კაი ამბავია ახლა აი ჯერ ერთი შენი დაია მე არ ვარ შენ ჯუნგლებიდან გამოქცეულო რაღაც არსებავ და გამეშვი ახლა აქედან რა და თუ გთხოვ მომაშორე აქედან კაი რა გინდა აუ всё არა გარბის ბენია და თუ აბარიგო ვახა გოგოსთან რა პრობლემები ვარ და თუ არა მე პირიქით შეჭამს აბა ვისი დაია ხარ არავის დაია არ ვარ კაი მე არ გინდა ჩემი დაია რო იყო შენი თავიდან და თუ თავიდანი რას ნიშნავს რა გინდა თავიდან ანუ ჯერეთი რა ანუ თავიდანი აუ ერთი წუთი ანუ ეხა ამ ყველაფერს ვეღარ გაუძებ რა ხდება აქ ამიხსენით საბოლოოდ ანუ და თუ ნახე დაწყნარდი გთხოვ შენ ნერვები არ მოიშალდა ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ რა რას აკეთებთ აქ რა ვერ გეიგე ხალხო ტუალეტს ვაკეთებთ ტუალეტს ეხლა არ მოუწოდე ტუალეტს გარეთ რატო აკეთებ შეგნით ხო გაქვთ ხალხო ტუალეტი ამას უყურე ერთი რა მეიცადე გაჩერდი ახლა ვაკელებს მეტრო გაქვთ ვაკის გარეთ და ჩვენ რა გქონდეს ტუალეტი სახლის გარეთ არ შეიძლება რა მოუშლის რა ვერ გეგია აუ ძალიან ცუდად ვარ რანაირი მიკერძოებული ხალხი არიან ეს ხო მიიწელები და თუ გთხოვ გაიდი აი ესა ბოდისი ჩემოდაია რო შემახსენო შენ რომელი წლიდან ხარ ასეთი ლამაზი მეტირება იცი აი რა გინდა რომელი გოდა ხარ გამახსენ რა გოდა შვილო რა გოდა რა გინდა რა მნიშვნელობა აქვს ტიში ძევიცოთ ვოსემდისა შესტავა გადუ აი გაკმაყოფილებს ეს პასუხი შეხედე უი ბზეჩევი შესტივით ევარი კვიცივით ტანზიერი ეს ხანში შესული ხალბატონი ესე გულია თა ვინ არის ხანში შესული ბიჭო არაფერი ჩვენ დევილაბარიგებთ კიდე ჩემოდაია მაგაზი აზე დევილობა შენთან რა მაქვს სალაპარაკო არაფერი დევილაბარიგებთ იცი რა არის შენერი მუზვინული კაცები საერთოდ არ მომწონს აბა რანაირი კაცები
რაღაც ხვანარი, ოღონდ შენერი ცხოველური არა და თუ გამოდი, ხო მომაშორე. გამოდი, და თუ მომაშორე. მეუნები. სიჯი, სხვანაირი თუ არა, რა. რა თუნო, წვეზე ანგელოზივით ბავში ხარ, რა გინა ბიჭო? შენ არ დაკონფლიქტი, არაფერს ბენია. ჰაი. მიყვარს ეს ყველაზე ჭკვიანი, ეს ჩემი ბავშვია. აუ, ძია, იცი რა მაინტერესებს? ანუ ეს საპრეპარაშო გარეთ რო იქნება. ანუ მე სუნი არ შეგვაწუხებს, სუნი არ დადგება? დენახები ძია რა ხდება გინეთალი. ეს ვაშენდება. იგი. ეგენ იქნება ფოტოჩკა და იქნება სუღია იმაგე, შანსი არ არსებობს, მაგრამ რამე მოხდეს, იგი. ხედა მაგას ვამბობ, ანუ ფორტოჩკიდან გარეთ სუნი ხო გამოვა და მთელ სადარბაზოში ხო ავყაროლდები? მე გამეიტანეს თქვენი ძვირიანი ისინი, დუხები და გაასხით ჰაერში. აშხუბუნე იქანა გარეთ, აუ იდაგი. ეს ამას მე რატო ანერიულებ? ხო. დათუ! იგი არის მკვლელება! რა შეიძლება? რა ვაიჭინთება ბიჭო და და მეიცა ვიზია დავამთავრო ჯერ ეს ამბავი და მე რას გინა ისკე. არ მომეკარო. არა, შენ არ გეკარები. ო, ვენია შენი. გამოდი აქ. კანიცრევარი ლამაზი აქვს და სათუთი. მეიწია. რა ისო შენ შემოდაი? რა ისო? ანუ ისო ბრას ნიშნავს. ისო, ანუ რითი იპოხები? ხო, გადამითარგმნე. ანუ ამათო არიციან, არაფერი არიციან. მაგითხარი არა აქ, აიგიური. არ წინგებს, არ გითხლოვე. წინგი რო გონდე, წაკითხე. არა, ცუდად არაფერი მithქვა, შემოდაია. თუ სახლში რამე ძველი ჟურნალ გაზეთები გაქვთ, მეიტანეთ ყველა აქანა. გჭირდება. და რას ნიშნავს? ანუ ჟურნალ გაზეთები რაში გჭირდება? გთხოვ 21 საუკუნეში, როცა არსებობს Google Map-ი ან Google-ი ზოგადად. ანუ თუ რამე სადმე წასვლა გინდა Google Map-ი გამოიყენე, თუ რამის დასაჭრვა გინდა და რაღაც ნახვა გინდა Google-ი გამოიყენე. ხალო რომ მომიტანთ ხო მაგ ჟურნალებს და გაზეთებს ასე ლამაზად დავჭრი ჩავალაგებ აქანა. თუ არა რო შეხვალ და არ დაგხვდებათ არაფერი, მე Google რამდენიც გინდა. მე სხვა შემცვლელი არა. თან წეიკითხავ განათლებას დროს გეიყვან. მე მასე მაგ განათლება მიღებული პირველ კლასში რო შევედი, ხო? ზეპირად ვიცოდი საბჭოთა კავშირის 25 ყრილობის დელეგატთა სიტყვები, ზეპირს ყველა გამომცლელი, ხო? მაკულატურის მკვლელება! ხარი ეფოში დამძი. ანერვიულებ და თუ შეტევა. კენჭის გავლა აქ თუ რა უნდა ბიჭო ეგო? ანა ის ამგოცხობა. აი წაიყვანე, ლახათ არის ხო ხედა. რაში? წაიყვანე. რა გიბიჟო და თუ ბენია. აი და ნეშნალ ყველა ახისთან დავრეკოთ რა. აუ კახი რატო შევაწუხო ამად გამო? მაშინ ამათი სუნით უნდა შევწუხდე და ხო დავრეკოთ რა. აუ წამო. ადი. ცუდო. ავადყოფები არიან. სიმწრით ნაშენები დამინგრიეს ბიჭო. რა უნდა ხალხა ეს ბლოკები აგურები. არაფერი. რა ზალაქონია ბიჭო ამას. ფერ აქ ახლა ბიჭებო. გავაკეთოთ პერერივი, რა ვიცი მე აბა დავიწყებ თავიდან მე ამას აბა. ლოგიც ამოღებული ენა ლოგესინია მე. ამოწევდით ახლა კაი წელები უნდა დაგიწკიპინოთ თახაზე. ამის მინე მაგას არ უხნა ბევრიცხენი, გეიგე. არა, თავისი წელები არ აქვს. თან ისი არის გარეცხილი შენ რო გიყვარ. ცოტა სენირო აქვს. აპა რა. ვინო ხორცე მოგიღია შენ ბენი. გვინეთ წამე ვინები. მოდით დედიკო, შემოდით. შედით ვერცხლებო. ერთილი იყოს დედი შენი ფეხი, ჩემი ლამაზი გოგო. ლამაზი, ულამაზესი ყოჩა დედიკო. ეს რა რძალი შემო. არა ჩვეულებრივი ქორწილი გამოდევიდა. ხალხო, რა სიტყვით? მართლა ძალიან კაი იყო და ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა. კი, ყველა. გადასარევი. იმას უარ ეჩხუბათ ბოლოს, უფრო კარგი იქნებოდა რა. აი ბიჭო, ეხა შენ ქორწილი ჩხუბის გარეშე ვის გაუგია? თავარია რომ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. ხვალ, არავის აღარ ემახსოვრება. თამადა როგორი თამადანი. გადასა. ღვინო ხო იყო? გოგო როგორია, გოგო. გოგო არის ფანტასტიკური. შენ გენაც. მე არ მაქვს მაგრა დავიღალე რა. ულამაზესი. ძალიან დიდი მადლობა.
აუ კი, ბევრი ხალხი იყო და ძალიან დავიღალე, აი ძალიან. ხო და დაიღალნენ ბავშვები და ხვალ სტუმრები უნდა მოვიდნენ ბავშვებო. ხო და კიდე სუფრები რაღაცები, ამიტომ ჩვენ გავალთ ახლა და თქვენ მოისვენეთ. ჩვენ ხელს აღარ შეგიშლით დედიკომ. ხო, თამარა, გიხვეწები. მაჭამე რამე რა. რა გაჭამო, კაცო, ქორწილიდან მოვედით ახლა სახლში. რაიმე, უკმა არ მეჭამია, შია გიხვეწები რაღაცა შენ მაჭ. სუჭამაზე რატო ფიქრობ, გამოადგი ფეხი ახლა წამოდი. გოგო, მართლა პირი დამიკარებია არა. კუჭის მონა. აუ შენ თავს კიცავარ ცოტა არ იყოს და მართლა დავი. კარგი ეხლა, ნუ მაწითლებ. აუ ძალიან დავიღალე მეც და მოდი კუსიცი რა ვქნათ? ეხლა მე შევცუნცულდები. უცბად მოვწესრიგდები, რაღაცა სახლურად ჩავიცვა. სახესაც მოვიწმეთ ყველაფერს სასახეზე ესა გრიმ. მოიშორე, კაი და მიდი მეც მინდა რა მოწესრიგება და მალე და მოწესრიგდე წყავ და დავისვენებ რა გეხვეწები თორე. კო. აღარ შემიძლია. ჩემი ცხოვრება ხარ, მიდი, მიდი. ხალხი ვარ. ლამბაზე კი არა, გოგო, ულამბაზე ეს. აი. კაი, შევადა მალე მოვალ. რა ცოლი მყავს რაკატა, ტაკატა. მალეკენი რა გთხო რა, მეც უნდა გამოვიცვალო. ვაი მე დედა. ვაი მე დედა. ცი. ხო. სწრაფად რა. ხო, მაცადე 2 წუთი რა. უახ, შენი რა მაგარია. ვაიმე, ამ კორსეტით როგორ სუნთქავდი საერთოდ. ფად. მიდი რა გოგო, ეხა გამო. ვაიმე, რა მაგარია ფეხსეც როგორ მომეშვა. ვინც ეს ქუსლიანი მოიგონა იმის. აი რა გითხარი შენ? всё, всё. აუცი, გამო რა. ხო, ბუსა მოვდივარ. აიმე რა კაია ხო ბუსა? რა ბუსა გოგო, ვინ ახარ შენ, ვინ ჯანდაბა ხარ? ბუსა მე ვარ შენი ცოლი. რა უქენი ჩემ ცოლს? სად არის ჩემი ცოლი? ვინ ახარ გოგო შენ, ვინ ჯანდაბა ხარ? მე რა გჭირს გე ახლოს არ მოხვიდე დაჯექი იქეთ. კაი ახლა ნუ მეღადავები გთხოვ რა. რას თუ გეღადავები, ვინ ახარ მეთქი და ჩემი ცოლი სად არის გოგო, ვინ ჯანდაბა ხარ შენ, რა გჭირს? მე ვარ კუსა მეღადავები მართლა? რას გეღადავები, რა არის ეს, რა დაგემართა, ვინ ახარ, რა ჯანდაბა ხარ? რა დამემართა, მარტო. ახლოს არ მოხვიდე, გადი იქეთ, ეხლა ახლოს ნუ მეკარები, გადი იქეთ. ბიჭო, მოდი ჩამეხუტე რა. რა ჩაგეხუტო მეთქი თავი და მე კი არა, შენ რა გჭირს გოგო, ვინ ახარ, ვინ სიკვდილი ხარ, მითხარი რა არის ეს? მე ვარ ბუსა ადამიანი, რომელსაც უთხარი და დაპირდი რომ ჭირში და ხინში შენთან ვიქნებიო. მე ჭირში და ხინში მეთქი, ამ რაღაცა ჩავფუებულ რაღაცაში ვერ ვიქნები. ჯერ რა დაგემართა გოგო, სხვანაირი მოგე 3 წუთში რანაირად შეიცვალე. ვინ ჯანდაბა ხარ მართლა? დედა! არ შევიცვალე ადამიანო, რა დედა, შემომხედე ბუსა, მე ვარ. დედა, მიშველეთ რა! ბიჭო, რისი დადი გეხვეწები აქედან ახლოს ნუ მოდი ხარ. ბუსა, მე ვარ. ის არის ხო კონკურსი, ვინ არის? всё, გამარჯვებული ხარ, ვერ გიცან, ისე ვის ნიღავი, ჩაიცვა და გამოდი თავიდან მიციყავ. აუ რა ვინ არის რა შტერაობა მხელაკა წადი ხა კუსულა მიშველეთ მიდი ხა შენს გამოიცვალე და მე დედა ახლოს ნუ მიშველეთ რა ხდება რა ამბავია კაცო რა ყვირილია მე რა ვიცი რა აყვირებს მართლა ამ მხელაკა ეს ქალი როდის შემოვიდა აქ უკაცრავად ვინ ბრძანდებით ხალბატონო ვინ არის ეს გიორგი არ ვიცი მამა ვინ არის ეს გამოვიდა ოთახიდან ხალხო ჩემზე ლაპარაკობთ ვინ არის ხო ბოდიში უკაცრავად ვინ ხმა და რატო ვერ მცნობთ ვერ გავიგე ან თქვენი რძალი ვარ ვინ უნდა ვიყო არ მომიყვანია დედას გებიცებით ეს მე სულ არა რანაირად კაცო მე ვარ ხალხო მართლა რა გჭით ვერ გავიგე უბრალოდ შევედი და მოვწესრიგდი მანერად მოწესრიგდა შეხვედი შვილო მოდელისტანზე იყავი 90 60 90 და მარტო 90 რატო გამოხვედი დედა თან კილო აუ კარგით რა ეხა რა მართლა აი მე ცუდათავ აი დაჯიქ გუსუ მოდი და გეხვეწები ახლოს არ მოხვიდე გთხოვ გეხვე გადი იქეთ მაგრამ მე მგონი არც ეს ცუდად არ არის საქმე რანაირი ტანია ბიჭო შეხედე რა არ არის ცუდად არც იმიტომ რომ ის ხო მითხრა მე რომ სიკვდილამდე სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ მანამდე იყავით ერთად და 3 წელში მე მგონი დაგვაშორებ სიკვდილი ისე გამოიყურებს არის ნერვიულო აუ გუსუ ძალიან ცუდად მელაპარაკები მართლა ოღონდ და ძალიან მწყინს რა ხალხო რა გჭირ უბრალოდ საშინაო გამოვეწყვე. ანუ საშინაო ტანსაც მეცავი. ასეთი ხარ შვილო? ხო, ადამიანო. დედა რა გჭირთ ხალხო ესეთი ვარ, კუსუ მოდი რა. გადი გეხვეწები, გთხოვ არ მომეკარო. ხო, ანუ ეგეთი, იცი როგორ ფორმაში ხარ, აი, რო უნდა იწვე და მე რო უნდა მოგიარო ბოლო წლები რაღაცა, აი ესე გამოიყურები რა, გთხოვ. ხა რატომ მაბულინგებ ახლა? გოგო, 6 თვეა
და კიდევ დიდი ამბავი, ეხლა მე თუ დაგაბულიგე, რა ვიცოდი, ეხლა დიდია ბულიგიც ვერაფერს ვერ დაგაკლებს, ან ეხლა შენ ვიზუალს რო უყურებ. რატო ადამიანებო, რა გჭირთ ესეთი ვარ, შენ ხო მითხარი როგორი ცხარისეც მიგიღებო და მიმიღე ადამიანო, ესეთი ვარ. არა, ეგეც მე კი არა, მოხუცთა თავშესაფარი არ მიგიღებს, ეხლა შენ რო ხარ დედას მამიკო, ერთი ზოთი, ეხლა რო ვაკვირდები, მე მგონი ძალიან პრაქტიკული ცოლი მოგიყვანია. პრაქტიკული ანაირად, მამა. ბიჭო, შეხედე რა მხელა ღიბი აქვს, ეხლა მაღაზე რაღაცებს დაალაგებ ხოლმე, შეიძლება ჩამოჯდე. კაი, მამა, ეხლა ხუმრობის რო აქ თხო, რა გამანები რა. ხუმრობის დრო სულ არის, ჩემი აზრით. აი, ყველა, მაგრამ შენგან მაგას არ მოველოდი, მამიკო. რა მამიკო, შვირო 4 წლით ხარ, მე მგონი ჩემზე უფროსი, რანაირად მამიკო. ერთი ჯერ ღიპი რო ხოდა, ეგ რანაირად ვერ შეამჩნიე, შვირო 6 თვე თუ ხდებოდით. მამა, ეთქვა ყველა პაიმანზე იმ კორსეტით მოდიოდა და ვერ შევამჩნიე, მე ხა რა ვიცი, რანაირად ვერ შეამჩნიე, შვილო, თვალები არა გა. აწი საქეიფო თუ წაიყვარ, მამას მაგაცებთან თუ არა, სხვა რა ვიცი, რა შუნა. მადლობა რა. ანუ პრობლემას იმაში ხედავთ, რომ უბრალოდ 50 სანტიმეტრით მეტი მაქვს მუცელი, ქოლეჯ ცხიმები და რაღაცეები. არა, პრობლემა უბრალოდ ხო სხვანაირი ის არის და აღქმის გიორგი, მიყვარხარ ადამიანს. მე არ ვიცი ვინ ახარ, საერთოდ არ მიყვარხარ, დეიდა ხარ თუ ვიცოლა, ბები, არ ვიცი ვინ ახარ, რა გინდა გთხოვ. კუსუ მე ვარ. მამა გეკვეცები უთხარ. აიმე არა ხარ, შვილო, არა. ბავშვ, ნუ მიშინებ, ვერ გადავდივარ იქეთ, ვაფშე სხვა ადამიანი ხარ, შვილო. ხალხო, ანუ ჩემი ბუნებრივი სილამაზე არ მოგწონთ, რატო ვერ მიღებთ ბუნებრივ? როგორი? ბუნებრივი. ბუნების დედა თუ ეგეთია, საერთოდ ბუნება აღარ მიხსენო. აღარ ახსენო, არ მინდა ბუნებაში არ გავალგე, ხო წევი გამანები თავი, აი ვინ არის ეს? ვინ მოვათრე, მამა დედას გებიცე. ეს არ მიყვანია ცოლად მართ. არა, დედა არ მოგიყვანია, მე ვარ მოწმე. ექსიფია მე სხვა გოგო მიყვარდა, ეს არ ვიცი ვინ არის. რა, ფაქტია. აუ რავი რა ადამიანებო. აი უბრალოდ გამაგებინე გოგო, რა უქენი, შენ თავს რა ჯანდაბა არის ეს, რანაირად დაგემართ, ანუ ისა ის იმას რომ ამბობენ, ხო იცი, ანუ ოჯახიო და უღელს დაიდგაო, ანუ ეგ თუნე მართალი ყოფილა, მაგრამ ესეთი რა უღელი დააწვა, რომ დედა უტირა სამწუხი. პროსტა ის გამაგები არ მინდა მეტი არა. რა დაგემართა გამაგები? არაფერი არ დავიმართა, უბრალოდ შევედი, კორსეტი გავიხადე, კაბა გამოვიცვალე, სახე ჩამოვიბარე და ესეთი ვარ ადამიანებო. არა, არა. ეს არის ჩემი ნამდვილი სახე და მიმიღე. ვერავინ ვერ მიგიღებს. რანაირად, შვილო. მართლა ვერ მიმიღებ? აუ, ხო, მეშინია ვერა. ანუ არაპირებთ რომ მიმიღოთ ისეთი როგორიც ვარ? არა, არ ვაპირებ, ეგეთი როგორც ხარ, არა, მე მიყვარდი სხვანაირი, ეგ შენ ვარ სხვა ხარ ეხა. ვინ ახარ, ვინ ჯანდაბა ხარ? მართლა არ ვიცი ვინ ახარ, გამანებე თავი, არ გიცნობ შენ საერთოდ. მე სხვა გოგო მიყვარდა ამდენი ხნის გამანებე. ხო და წავალ მაშინ მე ამ წადი, სადაც კი გააღე, მამა კარები, წადი. წადი, შვილო, წადი. წადი, აიღე შენი ნივთები ყველაფერი. აქეთ არა, აქეთ წადი. აუ დედა, დედას გეფიცები მე არ მომიყვანია მეთქი ეს ცოლად გეუბნები. ასე როგორ შეგეშალა, შვილო, ასეთი რაღაცა შეიძლება არ გააყილე. რანაირად თვალები არა გაჩვიო. თავარია მიდის თავშიო ეხა გამანები. წაეთრე აი შენ ლონდრე კაცო შენ. შენ ლონდრე კაცო შენ. შენ ქათა მოქალო შენ და პინგვინი. დედა აი ხა მიყურეთ. ეს რა გოგო ეს რა კაი გოგოა. სი, ამას ვამბობდი, გოგო, სად აი ესეთი მიყვარ ხარ და ესეთი შეგიყვარი, გოგო. მოდი, დაჟე. მოდი, დედა, სამივე მოკეტეთ. ანუ ჩემი ბუნებრიობა ხო ვერ მიიღეთ, ხო და ესეთი ხელოვნურად აწყობილი და გალამაზებული უფრო მაგარ ბიჭ დავითრებ. ეხლავე გავთხოვ. რა უფრო მაგარ, მე მიყვარ ხარ, გოგო. ადი შენ არ გაიგრიო, გიორგი, გაეკიდე ხომ. კარგი, რა. შვილო, ულამაზესი ხარ. მე მგონია რომ რა ვიცი, ტაოკლარჯეთი კაი იდეაა. რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ რა. ტაოკლარჯეთი და ბირთველი lo pedacillo te fletto comano por favor per piano sena flamentia grazie to ple ti amone გინ იყო ქალო, ვიზე ლაპარაკებოდი? აღარ შემიძლია, ორნელა იყო მუტი. აი რა. ამას ცალკე ვაწყნანებ, გიას ცალკე და ნანიკოს ცალკე. ნუ რა გავაკეთო მამა? კაი, მიხედავენ ეგენი თავიანთ თავს. მშობლებო, რა ქენით დაიწყეთ ბოლო ზარზე, ბანკეტზე და ექსკურსიაზე რაღაც თემების შედგენა? არა ხო? ხო და დავიწყოთ. ესე იგი პირველი რაც მინდა გთხოვოთ. თუ შეიძლება თქვენი შვილები გააფრთხილეთ, რომ ჩემს შვილს თეთრ პერანგზე არაფერი არ დააწერონ. იმიტომ რომ აფრიკიდან ჩამოვიყვანეთ სპეციალურად ალბინოსი ლომი
რომლის ფაფრითაც არის შეკერილი ამ ბავშვის თეთრი პერანგი და ამიტომ წარმატებებს გისურვებ და სპილოები და რაღაცები არ დავახატოთ. კაი? ჩავინიშნოთ. დაღეჭვა კიდე გჭირდებათ? ვაიმე, ვიღაცის ტელეფონი რეკავს. ჩემი iPhone 27 Pro Max-ია. ხო და უპასუხეთ მაშინ. ვაიმე, ჯერ არ გამოსულა საყვარელო და როგორ ვუპასუხო? ნუ ესე მემართება, მტრასზე არ არიან ეს ღარიბები iPhone-ები. ანუ არა აუხსნა, ხო? კარგი, მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ ყველაფერი, ხო? კი ბატონო. თქვენი აზრით რა შეიძლება რომ კლასის დამრიგებელს ვაჩუქოთ? მაგრამ რა ვიცი, რაც შარშან ხო ალბათ. არა, მე მაგ შეცდომას მეორედ აღარ დავუშვებ. რატო კი? არ მითხრა შარშან ჩემმა ბიჭმა რომ დაამთავრა სკოლა. მასწავლებელს ვაჩუქე ვილა ესპანეთში. ხო და ეს მასწავლებელი რომ წავიდა ესპანეთში, დარჩა, გაიგე? აღარ ჩამოვიდა დავკარგეთ ადამიანს. სხვა რამე მოვიფიქროთ. რას ვფიქრობ, იცი, ახლა მე ხომ რაღაცა იდეები მომდის და ეს დამრიგებელი რომ გავყინოთ 30 წლით. მაინც ასაკშია შესული და მე რომ გავღვება, ну 3-4 წელი მაინც ექნება ხელფასი. თან მომატებული ალბათ. მომატებული. ვაიმე, მადლია. კი, ეგრე ვქნათ, გოგო. კარგია, ხო? ეგ ჩაინიშნეთ. არა, უბრალოდ ღარიბი. ჩავინიშნეთ. ჩაწერეთ ეგ და მე ვფიქრობ ფული ხო არ ვაჩუქოთ, თქო მასწავლებელს. გოგო რა არის? ეხლა რამდენი მილიონი უნდა აჩუქო, ხო? და თვითონ ეს ფულის დანადგარი რომ ვაჩუქოთ და თვითონ გამოჭრას ეს რამდენიც უნდა? რომ მოჭრას ფული? გამოჭრას. არის ესეც იდეა. იდეა, ჩაინიშნეთ რა. რა ვიცი, აი თქვენ არ იწერთ უკაცრავად. არა, ვინიშნავთ თქვენს იდეებსაც, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი. უბრალოდ წიგნი რო აზრი გაქვთ თქვენ? რა აბა რაო? წიგნი რო ვაჩუქოთ. მარ მოვკვდე. ეხლაცებ. ხალხო, ანუ საიდან ეს მარაზმები? რაღა დროს წიგნია, შვილო. აი, ნუ წიგნი არა და რაღაცა მსგავსი თუ გინდათ, მაგრამ აი ესე განათლების სამინისტრო ვაჩუქოთ. საერთოდ იცით რა არის განათლების სამინისტრო? განათლების სამინისტროში ხო უამრავი წიგნი იქნება ალბათ და იქიდან ნაარჩიოს მე რაც უნდა. თვითონ მთლიანად ვაჩუქოთ განათლების სამინისტრო. ხო, აბა ნაწილი. ჩავინიშნო ეს თქვენი. აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ ზეპირად ვერ იმახსოვრებთ და ჩაინიშნეთ. იცი რას ვფიქრობ? რამე ჰუმანოიდი რობოტი ხო არ ვაჩუქოთ? ჰუმანოიდი რობოტი რა უნდა? გოგო რა არის იცი? აი ზამთარში ხო ძალიან ბევრი ვირუსია. ხო და რა ვიცი რომ შეხვდეს ახლა ხო მოუწევს გაცდენა არა მასწავლებლებს და ეს რობოტი მოვა და ჩვეულებრივად ჩაატარებს გაკვეთილს. ხო, მაგრამ ეგეთი ჭკვიანი რობოტიც არ გამოუგონიათ ჯერ. რას მელაპარაკებით ამ? კვირას ვინ გამოყვა საყიდლებზე? შენ? კი, როგორ არა, ჩემი კარგო. მე დამეზარა და ჩემი Android ორეული გაგაყვა. მიხვდი რამე? აი, საერთოდ ვერ შევატყე. ზუსტად, გადასარევ. გემოვნებაც როგორი ქონია? ჩეკები მომიტანა ყველაფერი. საყვარელი. ბოდიში რო გეჩრებით ქალბატონები. ბოლო ზარზე რა ვქნათ? ესენი ლაპარაკობენ საერთოდ. იცი, წერენ ნახე. ვერ გავიგეთ, რა თქვით? ანუ აი, რას ფიქრობთ, ბოლო ზარზე რა უნდა გავაკეთოთ? როგორ ბოლო ზარს გეგმავთ? მოდი, აი მე მაქვს ესეთი იდეა, რამე ორიგინალური საჩუქარი რომ გავუკეთოთ ჩვენ ბავშვებს. აი ესეთი რამე რომ მოხდეს. მე შემიძლია 2 კვირით დავაბნელო მზე. აი მე რა კარგია რა. წარმოიდგინეთ, ბავშვების ბოლო ზარია. ბავშვები გამოდიან სცენაზე და აი ზუსტად ამ დროს ამოდის მზე და ანათებს დედამიწას. როგორია? აი ვაუ. მართლა ვაუ, არ მოგწო? არა, როგორ არა, ძალიან მაგარი იდეა, მაგრამ მოდი აი ცოტა მარტივი რა შეიძლება მარტივი გინდა? ხო, აი რამე მარტივი. აი მარტივი შემიძლია ბოლოზარის დღეს. ხო. თვითონ სკოლის ეზოში რომ ჩამოვარდეს ასტეროიდი და ასტეროიდმა დაწეროს გილოცავ სკოლის დამთავრებას. აი ესეთი? აუ, გეხვეწებით რა. რა ასტეროიდის დაცემა და ანუ მარჯერა, გაიგე? აი აქ მიწერია, ნახე, გუჯა ასტეროიდი. მაშინ უნდა დავაპრიუსებ ახლა. გუჯა ასტეროიდი. ვაიმე ეს რა დამემართა?
საჩუქარი? ხო, აი მეც მინდოდა რომ რაღაცა ეგ თემა, ხო. მე საჩუქარი გავუკეთე უკვე ჩემშვის სხვათა შორის. მე უკვე ვაჩუქე აბდექი და ესე ჩემშვის ვაჩუქე უნივერსიტეტი ხდები. ძალიან მაგარია, იმიტომ რომ თავისი უნივერსიტეტი ექნება ბავშვს და რაღაცა ჯავახიშვილებში და ჭავჭავაძეებში არ ირბენს რა. ხო ხდებით ახლა. აუცილებლად დადგება და ისა. არა. და ბანკეტზე რას ფიქრობთ? ბანკეტი სად გადაუხადოთ? მე გეხვეწები ახლა ეს რესტორანი და ისა. აიმე, არა რა რესტორანი. მარაზმი რაღაცები არ გვინდა რა. არა რესტორანი. მე იცი, მე მაქვს ესეთი იდეა, ნახე. თვითონ ბუკინგემის სასახლე რო დავკეტოთ 2 დღით. და იქ გავაკეთოთ 2 დღიანი ბანკეტი ბავშვების, რას ფიქრობ? კარგი აზრია, იციან ამათმა ეგ რა არის საერთოდ. და აი მეფერასი ზამს სამდროს. ჩარლზი? ხო. რაც უნდა ის უქნია ეს ერთი, მაგრამ მეორე მოხუცია ჩარლზი ხო ხდები ასაკშია და ძალიან არ გაიგოს ეხა სად დაიძინებს 2 ღამით. რამე კიკეთში ვუქირაოთ, რამე ვილა. ხო, ვაი. რა პრობლემაა? როგორ გამოვშტერდი გოგოებო? იცი რას ფიქრობ? მოდი მარტივი რო იყოს, უბრალოდ რომელიმე რესტორანი რო ავიღოთ თბილისში. გეხვეწებით, რა სიძახით ხალხო რესტორანში, რა რესტორანში გადავიხარე, რიკი მარტინიც ხო არ მოვიწიოთ და იმღეროს თავისი ლათინო ფანოღები, ხალხო, რა რესტორანი. აი მე არასოდეს. გეხვეწებით რა. კარგი და ექსკურსიაზე რას ფიქრობთ გოგოებო? ანუ ჩვენც გვაქვს ჩვენი რაღაც აზრი, მაგრამ ჩემ ქმარს შემიძლია ვთხოვო, რომ ნასადან გაუშვას ბავშვები, მთვარეზე წრე დაარტყან მთვარეს და დაბრუნდებიან მერე. ამაზე კაი ექსკურსია რა ვიცი რა. ხო და იცი რა არის? ეგ ძალიან კარგი აზრია, მაგრამ პირამიდები ხო არ ვაჩვენოთ? რატო? გოგო, რა ვიცი, ძველია მაინც. არა, მთვარე უფრო ძველია. აი, არა. ნახე, პირამიდებს რო აშენებდნენ, 24 საათი მუშაობდნენ და ღამეც ხო მუშაობდნენ ეს მონები, ესეთი მონები და მთვარე ანათებდა უკვე მაგ დროს, ანუ უფრო ძველია. მთვარე, აუ ბოდი. ხო არ მიფიქრე, ანუ რავი როგორც მთვარე ცოტა ხანი რო გადავდოთ და მოდი უბრალოდ ექსკურსია ვარძიაში ან ტაოკლარჯეთში რო გავაკეთოთ. აი მე გეხვეწები რა, აი ხალხო ეს ვარძია და ეს ტაოკლარჯეთი აღარ მინდა რა, ძალიან გთხოვთ რა, შევწუხდი უკვე კაცო. ხო არ ჯობია რომ ეს ბავშვები სუდანში გავუშვათ? ხო? და სუდანში რა ვიცი, რითი უნდა გაერთონ? ღარიბებით. აუ, მეც რა სასაული ზუსტად ვიცი რომ გუკა გაგიჟდება. მე მაქვს ესეთი იდეა, მოდი მაჩუ-პიქჩუზე ხო არ გაუშვათ ბავშვები? აი კლდეზე რო ქალაქია აშენებული. აუ გეხვეწე. არა, ერთი წუთი, მან ხო ვიყავით, კაცო. ხო, ვიყავი? ხო, მაჩუზე ხო ვიყავით. არა, გოგო, ეგ ვარძია. ვარძი, მე რა ვიცი, სულ მერევა ეს ვარძია და მაჩუ პიქჩუ, კაი, იყოს პიქჩუ, რა ვიცი, რაც არის კაცო, ხო, გეხვეწებით რა მაჩუ პიქჩუ და რა ბუკინგემის სასახლე, ხალხო, გეხვეწებით რა, ანუ გვაპატიეთ რა, მაგრამ ჩვენ უბრალო მილიონერები ვართ, ჩვენ მილიარდელები არ ვართ თქვენსავით და მე ყოფილიყავით მილიარდერები დაგიშალათ ვინმე. ეს ღარიბი არ ლაპარაკობს საყვარელო. არ ლაპარაკობს, ეთყობა უჭირს. გაყოლოდით მე მილიარდერებს რა. მე ეგრე იცი რამდენი მილიონერი, 1000 მილიონერი გავუშვი, ესე უარი ვუთხარი და ბოლოს ველოდებოდი ჩემ პრინც, რომელიც მილიარდერი იყო და იმას გავყევი, ის ავარჩი. გექნათ თქვენც ეგრე რა ვიცი. სულელები რო ვართ ჩვენ. სულელები და ეს ახალ რა. კარგი, მოდი, ეხლა ექსკურსიაზე კვების ამბავიც გავიაროთ. მე ვფიქრობ, რომ მე წამოვიღებ მაგალითად შემწვარ ქათამს, წამოვიღებ კარტოფილის ღუეზელებს. ვაიმე ეხლა შეიძლება დამარტყას წნევამდე აქვე რა ტყემალს ანუ ეს თუ შავ თქვენ თუ როგორ ხშდება ხო უბრალოდ ბავშვებს უყვართ შემწვარი ქათამი რა ვიცი და წაიღო ეს პარკებით ხო ღუეზელები ხაჭაპურს გამოვაცხობ გეხვეწებით ხალხო რომელ საუკუნეში ხართ ანუ რა ქათამი და რა კარტოფილი იმაში რა მწვანილი უხდება რაღაც ვითომ რო უხდება რაღაც ოხრობა მე ეს ავტობუსში ხო დადგება ეს ზეთის და იმის მოაშორი აქეთ უკეთესი იდეა გაქვთ თქვენ
რა შემოგთავაზ? მაქვს უკეთესი იდეა ეხლა. მიდი თქვი რა, გადამიწანე სხვა თემაზე. მარს ეხლა რა ვიფიქრე, იცით? 150 დრონი რო გამოვართვა. და ნუ ესენი როგორც იძახიანეს ღარიბები რო წიწილას და რაღაცებს მოვიტანთო დრონებით. ავიდეს საში ეს წიწილა ტყემალი რა ვიცი და აი წარმოიდგინე ავტობუსის ზევით ულამაზესი სუფრა რო იშლება საში. და დრონებით გადავიყვანოთ და თავის ამ წიწილებით ბავშვები. ხო, გოგო სასწაული იქნება. არა, რაღაცა წვალობთ ეხა ჩვენ და ბავშვებსაც ვაწვალებთ რა და ხო არ ჯობია ჩემ ქმარს ვთხოვო და ტაოკლარჯეთი რომ რგვალბახთან გადმოიტანოს ცოტა ხნით რა. არა. ეგ შეიძლება მოინიშნეთ რა, შო ამით მოკლედ გოგოებო გადაწყდა რა ბანკეტი რესტორან შალაკუკალელაში გვექნება და ბანკეტის მერე ექსკურსია გვექნება ტაოკლარჯეთში. ხო, შალაკუკალელა თვითონ ეს რესტორანი ძალიან იაფი დაგვიждდება რა, კაცი დაგვიждდება რეალურად 100 ლარი რა. ხო და მშვენიერია, გემრიელი კერძებიც აქვთ, კარგი გართობაც არის და ბავშვებიც იხალისებენ რა. ცოდოა. ხო, ანუ ჯამში ხო რა 100 ლარი, ანუ მარტო შალაკუკალელა კაცი 100 ლარი რო გამსვავს. შალაკუკალელა. აი, მოდი იყოს არა აქვთ მეტი საშუალება და აი იყოს რა. ხო, ვითხარით და დაგეხმარებით რა შალაკუკალელა. აი, დავთანხმდეთ ეხლა რა. მოკლედ გადაწყდა რა, მე წავალ ტაოკლარჯეთში და ჯამში თავიდან ბოლომდე ბოლოზარიან ბანკეტიან გამოგვივიდა 500 ლარი რა. მასწავლებელს წიგს ვაჩუქებთ და ეგ არის რა. მოკლედ ჩვენ უკვე დავდეთ აქ ბირთველიშვილი, ჩოჩიშვილი, ფიფიო. კი, ყველას დადებული აქვს. თქვენ დაგვრჩით გოგოებო 500 ლარი გაქვთ დასადები. ანუ ამ მომენტში, ამ წუთში ჩავრი. ხო, რა ვიცი, ანუ ყველას დადებული აქვს და ზოგმა გადმომირიცხა ეხლა და დღეს უნდა ჩავრიცხოთ, ანუ კი. მე რო ზეგ ჩაგირიცხოთ, იმიტომ რომ ამ წუთში რაღაცა არა გაჭედილია ეს მობაილ ბანკი თუ რა გჭირს არ ვიცი. გენაცვალე არ იტვირთება? მე გეტყვით ჩემო კარგო, ეხლა ეს რატო ვერ გირიცხავთ? მე გაგცემთ მაღაზე პასუხი, ეხლა ეს ქალბატონი უნდა გავიდეს ნავთლუხში, გაიტანოს ერთი ვედრო მარწყვი, კარტოფილი, ღოღნაშო და უნდა გაყიდოს და შეაკოწიწოს ის თანხა, რომ ეს 500 ლარი ძლივ-ძლიობით ჩაგირიცხოთ ხო ხდები. ანუ პრობლემა? რა ნავთლუხში, ქალა? ო, გადავედი დეზერტირებში, ჰა? აიმე. დეზერტირებს მოგცემ მე შენ ეხლა. დიდი ხანია ჭოპორტის პამიდორს აღარ ყიდულობთ და მიდან რა ქვია, ოპტავოიში დილაუთენია ბაზარში და კარდენახის პომიდრად არ ვასაღებთ, რომ ლარნახევარი დაგჭეს თითო კილოზე. ისეუბნები, შენ მათხოვა რომ ვინ არის მათხოვარი? ბაგზალზე რო ყვდები პერაშკის ჭამით და გაქონილი რო გაქვს ეგ ტუჩები შენ და ეხლაც რო ზეთი ჩამოგდის აი ამ ტუჩებიდან და რაღაც ვითომ იმ გლოსებს რო აბრალებს რო ვითომ ძირადღირებულ გლოსი უსია ქალბატონ აი მე კარგი რა დიდი ხანია გაკრახმალებულ ლოგინში აღარ წევ ხარ და დიდი ხანია მდინარეზე სარეცხს აღარ რეცხავ ისეუბნები ქალბატონ მდინარეზე სარეცხს მაინც რეცხავ და შენ კვირაში ერთხელ ბანაობ, შენ ტურტლიანი. აიმე, მე ბანაობ მაინც, ქალო და შესველი გაწურული პირსახოცით რო იშრალებ, ამტანს თუ ბანაობ ეგრე, დაგვავიწყდა და მე ბებია შენის სახის პუდრას რო იყრი, დამავიწყდა გგონია. ეხლა რა თქვი გაიმეორე? რადგან სველი პირსახოცით აი გიმეორებ სველი პირსახოცით იზილავთ ას რომ ვითომ ბანაობ და მე ბებია შენის პუდრს იყრი მე ხო შენ გითხარი რომ ბებია ჩემის პუდრი აღარ ახსენე ჩემთან იმიტომ რომ ყველაზე წმინდაზე წმინდა თქო მე ხო ეგ შენ გითხარი ცხოვრება აი დაწყდა აუ რატო აი ეხა რა გითხარი აი რა გითხარი ისეთი აღარ გეტყვი დამანებით აი მარწყდი აქედა დეგენერატო აი ახლა კაი პუდრია ჩემში და მე აღარ გიხსენე საერთოდ ვაიმე თათია აუ 500 ლარი ჩარიცხეთ რა აუ შენ
მობასფიცა ვარ ბიჭო ამ უბანში იმენა უპონტობა გაიცა სულ ყველა წავიდა კაროჩე რა იმას ხო იცი ფული რო ქონდა მესამედან ჩამ იმენა სახე ავაზრე ამოვაღებია ის ფული შენს გო აბა რა ვა რა ხალხი გაიჩითა ნახეთო აუმაჯოს ბიჭებო ზაროა ბრაია რა ვახარ ძმაო როგორ ახართ ბიჭებო ავი კარგა როგორ უნდა ვიყო ძმაო აბა შევჩამე ამ ჩამოსლებმა რა აუ საღო რა ხდება ხომშვიდობაა ბრაია რა ვიცი შენ დაგმარება მჩიდება ვა თქვი აბა რა ხდება კაია რომ მოხვედი ჯიგარი და გინდაც ვარაო კვების ობიექტი უნდა გავხსენო უბანშიო გინდა თუ არა კვების მოიცა ვინა ეგ რაო და ვეუბნები რომ ვერ გახსენით ხო რა ჩემი უბანი რა მაინც უნდა გავხსენო ანუ ასე ხარ კვების ობიექტია ვერ გახსნე ესე ვინ არის ერთი სენძმობაზე ვინ გეუნება მაგას აი მოვა რა ყავს ეხლა ყავს დაბარებული აქ რა ძმა რა იქნებ შენ დაგვეხმარე ამ პრობლემაა მოგვარება რა მე რისთვისა ვარ აბა ბრაი აბა რას ვიზავ ძმაო იასე დაგეხმარები კი არა ცივილურად და ადამიანურად იმენა გადავწყვიტოთ ხო აზე ხარ შენსაც მოვისმენ ძმაო მეორე მხარესაც მოვისმენ და ისე შევთანხმდებით რომ არავის გული არ დაწყდეს რა და სად არის მალე მოვა ამდენი წელი აქვს ყორობ და მე ასეთი შეუგნებელი ასეთი ტიპი ჯერ არ მინაყ აუ მართლა ვინ არის ბიჭო რა მაგრამ აინტერესებს სად არის ერთი მალე მოვა უკვე მოსული უნდა იყოს აქეს რა ველოდები უნდა მოსული იყოს აქ აუ საღუ ძმაო შენ იმენა არაფერი ესენი არიან ბიჭო თქვენა ხართ ბიჭო ტორტიტრი კი არა მომისმინე ძმაო ეხა გავიგე და ვიცი რომ შაუნის მიტანას აგვიანებს მაგრამ ბაზარზე თუ დააგვიანებდი ნახდათ არ მეგონაც ჩემბრალი მაპაურე GPS ჩემბრალი ცუბის ჩამოდი მე ჩამოდი მოტოციკლი კაპჭები სკუტერი ბეთმანები ჩაკბენე კაი არ მაინტერესებს ჩაკბენე ის კი არა დავა ეხა აბა გამარკვე ძმა ვაგერ ერთი მხარე მე მოვისმინე ეხა რაღაცა მითხრა და თქვენგანაც მაინტერესებს აბა რა ხდება როგორ ხდება იმენა დავილაპარაკოთ რა ხო აზე ხარ ეხა და აგერ მითხრეს ბიჭებმა ეხა და თქვენც მითხარით რა არ მაინტერესებს მაგრამ ლაპარაკი ვაფშე არ მაინტერესებს вообще не интересует меня вообще. Хочешь, рату организовать? Не интересует вообще, меня китреба вообще не интересует. Чем у меня когда вообще не китреба. Как бы მოიცა რატო არავინ არ ეკითხება ამას? მოიცა რა გინდა რო თქვა შენ მათყარები ვარ? მათყარები ხარ აპერიტები. კაი. აპერიტები თქვა აპერიტები. შენ ბიჭო იცი რაც გიზა? კაი ბიჭო თქვენ რა ვქცით აქ უბანია ძმაო რატო ხმაურობთ ვერ გავიგე. მაგას ვეუბნები ამ უბანში შენი ფასტფუდი არ გაიხსნება. არ გაიხსნება შენ მინახარ вообще გერასიც ნო ბიჭო შენ. შენ მინატრია ადგენში ხარ ძმაო თქვენ ბიჭო ხო არ უბეროთ მართლა რა გაყვირებთ და რა გაჭყუებთ ძმაო გითხარით ცოტა წნარად დავილაპარაკოთ და ამიხსენით ნორმალურად რა ხდება რომ თუ გინდა გადავწყვიტოთ და მოვაგვარო რა ხდება რა ძმაო და ინდური ფასტფუდის გასნა უნდა უბანში და მეუბნები რომ ვერ გახსნათ ვერ გახსნას ქერდერა ვერ გახსნი вообще მე იჭირეთ ქერი იჭირა რამდენი წელი აქვს ხოროთ вообще ჩვენი უბანია ძმაო 4 ჩაკბენი რამდენი წელი რაც აწკორობს და რა იცი ამ უბანზე ან вообще ამ კალაკზე ან ამ ქვეყანაში რა ობა საო აბა მეუბნება ბიჭო ო შენ გეუბნება რომ რა იცი ამ უბანზე და ამ კალაკზეო ძმაო კითხვებით არის აგერ კაცი მოსული აბა როიტოდე შოთა რუსთაველი вообще ინდუსებზე წერდა როიტოდე вообще დადაბოლებს როიტოდე ჩვენდაწერდა ჩაკბენი ჩვენდაწერდა вообще შოთა რუსთაველი იცი вообще შოთა რუსთაველი ხო საუ საღო ძმაო შენ იმენა вообще რავი რეებს ბაზრობს ესე ეგრე ძმაო ვაგთან გოგასალმა ქოგვებს მიმინორო დავდებნა ისი სადავრი იყო? სადავრი იყო, აბა მითხრა. სადავრი იყო. ნიგერიელ. ანუ ის ხო ხო? ჩემს დიდ ბებიას გამოექცა ძმა. ის ხო ხო ბიჭო? აზე ხარ ის ხო ხო ნიგერიიდან თურმე ბებია ამის გამოექცა აზე ხარ ბიჭო საღო. შენ вообще მაგარ კითხვის შენ вообще ჩემი წინაპრები იცი вообще ვინ არანაკლებები იყო вообще როიტოდე კაი ბიჭო ცოტა ხმადაბლა ძმა ისე ვილაპარაკოთ ხო ხვდებით ეს უბანია ეს ქვეყანა вообще როიტოდე რა ჩვენიცაა ძმა ეგრე კი არა ჩვენიცაა ეს ქვეყანა вообще ძმა ეგრე კი არ არის вообще ბოლო ქართველი ვარ ძმაო შენ ბიჭო არაფერი შეგეშალოს ბიჭეუნები ბიჭო ქართველი ვარ ბიჭო შენ უბანია შენ ქვეყანა ჩემი ქვეყანა შენ вообще მინახარ ბიჭო ყვა რუსი რო შემოვიდეს თქვენ სკუტერს გაეცევ და შეუნავიომობთ ვახ შენ გენაცვალე ძმაო აგე თუ არ უთხრა სიმართლე შენ ანუ თქვენო სკუტერებს გაიქცევთ ჩვენ უნავიომოთ საღო ძმაო იქ არის მაგრამ
თქვენ ბიჭო იმენა არ ვიცი ძმაო რა გინდათ ვაფშე რას წარმოვიდგენდი რა ბაზარია ვაფშე ვის საქმეებს ვარჩევ ბიჭო ერთი 10 წლის გამას რას წარმოვიდგენდი ძმაო თუ ამაც ვაფშე საქართველოს შვილები ვარ ჩვენ ჩოკბენე მე შვილი როკარ რა გაკეთებია ამ ქვეყნისთვის დავით ძმაო კატმის რა გუგამიკეთებია ბევრი კურკუმის соуსი გაკეთებია და ვაფშე ბევრი რაღაცა გაკეთებია ვაფშე თელი უბანი ჩვენ საჭმელებს ჯერი ვაფშე კარტელი დალი უკვე დიდი პუდი მე რა გააკეთე დააწამლე მთელი უბანი აუ ასე ხარ იმენა მთელი უბანი დააწამლეო ძმაო რა გინდა მართლაც გეუნება შენ ვინ არის ეს ბიჭო მაუ რა დავიხ მე ჩვენ ორივე ჩვენ ხა კაი გვინდოდა თქვენ რაღაც კუჭის პრობლემები გაგდარგეთ მიკროფონალგი რაღაც კარტელიც ჩვენ რა ვიცი ჩვენ ყველაფერს ჩამს ყველაფერს სვათ მაგიტობები შენ საერთოდ სამზარეულო არ უნდა გაეკარო აუ ასე ხარ იმენა არ უნდა გაეკარო ძმაო სამზარეულო ბიჭო შეფჩარები გეკითხება მე ვის გავეკარები და რაც გავეკარები კაი ვაფშე შეჭმე არა ვაფშე და იქნება როგორ იქნება კაი მე მოხოლავ შედაივი შემეხვეწები რა მე მაჭამერები გიმრილი მაჭამი გიხოთები პროდუქცი მაჭამერები აი გაჭმეო ვინ შენ რესტორანში მოვიდეს შემდა წავაც კაი უბანი ამეთი ძმაო თქვენ ბიჭო რა დღეში ხარ თქვენ ხო არ უბერავთ მართლა დადექტაკ შოუბაში ყვირი ხარ წევი ხარ ტკევი ხარ იგინები ძმაო შენ კიდე ვაფშე რა იყო იქნებ როგორ რესტორანს ხრის ძმაო და იქნებ რა კერძებს აკეთებ შენ ვაფშე გაგისინჯავს ამის კერძები ძმაო შემდა და ვინც გასინჯავს ჯუმად ბიჭო ეს ვინ არის ბიჭო ხო რა ნუ იგინები მეთქი ძმაო ხო გეუნები თქვენ რა გინდათ ეხა ვერ გავიგე მართლა ბოლო ელაგა მე ქრისტიანები ხარ ჩემი გაკეთებული ყველაფერი მაჭამო ჩემი გაკეთებული საჭმელი ქრისტიანები ხარ მაჭამე ყველაფერი მაჭამე ხო ერთი წამი იქნება სიტყვით მოვგვარდეთ ისედაც პირობითი ძლივს მოვიხსენეთ და ჩაკბენე ჯებიჯე შენ აქ უბაში ფული აკეთო და ბიჭებს არაფერი ეგრე არ გამოვა ძმაო ეს მართალია ძმა იასნე ხა შენ ფული აკეთო ბიჭებს არაფერი ეგრე იასნე არ გამოვა შენ ბიჭი ხომ მხედე ბიჭო შენ ხა ჩემი ჩალმა ხო არ გატყვირ და გეცი ხო ბიჭო რა მე ვინმე ხო არ გეჭრები ბიჭო აბა მოდი აბა ბიჭო ჩავდით აბა მოდი აბა ბიჭო ჩაჯი ჩაიგდები რა პირველ რიგში რა ძმაო რა ჩავდექი ძმაო რატო აუ აზე ხარ შენ იმენა ბიჭო ესენი რა უნდა შენ ძმობას ვიცავარ გადამრევენ იმენა ვაფშე ვის ბაზარს ვარჩევთ ბიჭო ჭკუაზე არა ვარ შენ ძმობას ვიცავარ რა ძმაო რა საქმეები არ მიჩევია მაგრამ იმენა ნიგერიელი ველს ნახდათ მაგათ ბაზარზე არ ყოფილა ამას რას ვიფიქრებდი ვაფშე როგორ იცვლება ყველაფერი აბა რას იფიქრებდა კაცი გაისვე ეს ქვეყანაზე ინდუსები ჩემი ინდუსები და განიშე ბიჭო ბიჭო ხო არ უბერავ ბიჭო რა დღეში ხარ მართლა თქვენ რა დაგემართათ გითხარით უბანია ძმაო და ცოტა წყნარად მეთქი ბიჭო 1000 ჯერ გითხარით ხო ამა თუ ყურე ერთი შენე ეხლა ვაფშე ხის იცი რას გიზავ შენ თავს მოგაჭე ფეხებს მოგაჭე და ვაფშე გავაკეთოთ რამე მაგარი კერძი გავაკეთოთ ხალადი გავაკეთოთ ვაფშე მოდი ბიჭო ეხლა მოდი ბიჭო აი გაჩენ კაი ერთი ბიჭო მართლა ხო არ უბერავ ვაფშე გამოდი აკეთ გამოდი აი გაჩენ ბიჭო ერთი წამი ბიჭო გაჩენ აი კიდე ვაფშე ბიჭო დავაი ბიჭო ეხლა ერთ წამი გაჩენ თქვენ ხო არ უბერავთ ბიჭო ეხლა კარგად მომისმინეთ აქ ორივე მე 1 საათია გეუბნებით ბიჭო რომ არ იყვიროთ მეთქი უბანია და მე მეორე ძმაო ეხა რო გისმენთ ორივე ხართ ბიჭო მტყუანები და მაგარი გასალახები ხართ რო იცოდე გაიგე ბიჭო იმენა თქვენს ბიჭო და თქვენს იმენა სახე გაქვთ ასახები ბიჭო ჯერ არ გაყვირებთ ამ უბანში ძმაო აქ რო გეხართ აქ და კივი ხართ ბოლოყან რა ქართველობაზე მოგავთ ვაფშე ვინები ხართ ბიჭო რა გინდა დავაი დაახვიეთ ეხა ამ უბნიდან ბიჭო არ გაა საქმე კივი ხარ წივი ხარ იმენა დაგლეწავთ ძვლებში ბიჭო აქ ფისეუნები ბიჭო შენ მე მეუნები მაგას შენ გეუნები ხო ამაზე ხელი შეეკვარო ხელი არ ბიჭო იცი რა გვეჭუბენ ძმაო შენ კაცველები არა ვართ ადი ძმა გერი ხარ ვაფშე გელას იცნობ შენ ძმა შემი ნაკლია შენ დავაი წამოდი მაგარი ჩახოხიბილი მაგ გამოგაჭამუთა წამოდი აქ მაგარი ჩახოხიბილი ვაფშე იმინა ჩაიკვნიტავ თითებს თო ვახ ბიჭო ეს რა იმედია ბიჭო ხუსკი შენ ძმობას ფიცავარ ესენი ძალიან ბევრი არიან ბიჭო ვერ მოვერევით და მე მგონი ყივჩაღები ჩამოსახლებაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ რაღაცა უნდა ვქნათ რა ვიცი ვახ იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.